თესალონიკი, ეპანომი, გემი, რომელიც 1970 წლის ზამთარში შტორმმა ჩაძირა. გემი ემსახურებოდა ტვირთის გადაზიდვას, მაგრამ საბოლოოდ იქცა ეკოლოგიურად საინტერესო მიტოვებულ ნაგებობად, რომელიც დროთა განმავლობაში ტურისტულ ღირს შესანიშნავად გადაიქცა. კრისტალურად სუფთა წყალი, ულამაზესი პლაჟი და გემის ნანგრევები ერთად ქმნიან უნიკალურ ატმოსფეროს, რაც იზიდავს ხალხს, როგორც ფოტოგრაფებს და ვიდეოგრაფებს, ასევე დაივინგის მოყვარულებსაც. და რა თქმა უნდა, ჩვენს დაგვაინტერესდა ეს ადგილი და გავიშვებთ მის სანახავად. მაგრამ სამწუხაროდ არ დაგვრცელდა ნორმალურად გადაღება და შესაბამისად ვერც ვლოგი ჩავწერეთ და გადაღებაც შევწყვეტეთ სიტუაციიდან გამომდინარე, რადგან მოხდა უსაფრთხო ზღვის მოქცევა და ჩვენი ნახევარი ნივთები წყალში მოექცა. მაგრამ გვპირდებით მომავალში სრულ ვიდეოს და ვლოგს შემოგთავაზებთ აქედან. არ დაგაუწყდეთ არხის გამოწერა და მოიწონეთ ვიდეო, ასევე დააკომენტარეთ თქვენი აზრი. ვიდეო როგორც კი გადასდება 50 კომენტარს ვიწყებთ გათამაშებას 500 ლარიანს, რომელიც ნახსენები მაქვს წინა ვიდეოში. აქ უკვე ვიდეოშიც ჩანს ამ ხელაზე იყო წყალი ამოსული, რამაც გაგვინადგურა ნივთები ნახევარზე მეტი და გვისურა და გაავსო ქვიშით. ჩვენი ვიდეოს გადაღება ეპონომში აქ შეწყდა, მაგრამ რა თქმა უნდა ვიდეო არ რჩება. ჩვენ ვაგრძელებთ ვიდეოს გადაღებას, ოღონდ ახლა შემოგიერთდებით კავალიდან. კავალა, სადაც ზღვა კედლებამდე მოდის. შორს თესალონიკის ხმაურისგან ზღვისპირა ქუჩების მიყოლებით ცისფერი კედლების და ქვის სახლების შიგნით იზინებს კავალა. ქალაქი, რომელიც ერთდროულად ისტორიის მოგონებაცაა და ხმელთაშუა ზღვის სუნთქვას. აქ ყოველი ნაბიჯი დროში მოგზაურობას ჰგავს. ოსმალური მდინარეთი, ბიზანტიური ციხესიმაგრე, თეთრი სახლების გორაზე ჩამოწოლილი თბილი დილა და თევზის სურნელით სავსე ნავსადგური. კავალა არ გეძახს მამაღლა, ის გპოულობს ჩუმად მზის შუქსა და ზღვის ბროლში და მერე აღარ გიშვებს. მზის ჩასვლისას, როდესაც კავალას ციხესიმაგრის ქვებიდან გადმოყურებ, გეგონება, რომ მთელი ქალაქი თითქოს წყლის თავზე ტიტივებს. ცეცხლისფერი სინათლე ეცემა სახურავებზე, ხოლო ძველი მოწითალო კედლები ოქროსფრად ბრწყინავენ. აქ ყველგან იგრძნობა ისტორია, ფილიპოს მეორის საჩრდილი, ოსმალური არქიტექტურა, ეგვიპტეში დაბადებული მუჰამედ ალის სახლი და მაინც კავალა ყველაზე ცოცხალია ყოველ ევროპაში, თევზით სავსე ნავებით, ხმაურიან ტავერნებში სადლად მოსული ადგილობრივები. ეს ქალაქი არ ყვირის, ის ლაპარაკობს რბილად, ზღვისმენად. კავალა არ არის მხოლოდ ადგილი რუკაზე. ის ემოციაა, ჰაერი, რომელსაც სუნთქავს, სინათლე, რომელიც გეხება, მოგონება, რომელიც სულთან გაყვება, რომელიც მთელი შენი სიცოცხლის მანძილზე არასდროს არ დაგავიწყდება. ახლა კი გიტოვებთ ამ ლამაზ კადრებს და გამოიწერეთ ჩვენი არხი, მოიწონეთ ვიდეო და დააკომენტარეთ თქვენი აზრი.